არ არის გამორიცხული, რადგან ქვეყანაში ხალხს უსვამ, რომ უსაფრთხოების სამსახური არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, პირველ რიგში, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის და კონკრეტული პირის, ამ შემთხვევაში ივანიშვილის ინტერესებზე მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს და აქედან გამომდინარე, ის თუ ვინ იქნება ამ უწყების ხელმძღვანელი, ამას სწორედაც რომ არაფორმალი მმართველი წყვეთ პირველ რიგში და ეს დაადასტურა არაერთმა საკადრო ცვლილებებმა, რომელიც განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამიტომაც ის რომ რუსეთის გავლენები ქვეყანაში იზრდება და რუსეთის გავლენებსაც შეძლოთ კიდევ უკავშირდებოდეს ეს საკითხიც რისკის ქვეშ დგება ზოგადად პოლიტიზირების საკითხი. რატო? იმიტომ რომ ძალიან ხშირად გამოირჩეოდა მდინარაძე რადიკალური ანტიევროპული რიტორიკით როგორც ოპონენტების, ასევე დასავლეთის მიმართ და საზოგადოებაში პოლარიზაციას უფრო მეტად აღვივებდა. შესაბამისად, მისი ეს მონაცემები და ეს გამოცდილება შეიძლება თქვას, რომ კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების მეთაური უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული. მან უნდა დაიცვას სახელმწიფო და დაიცვას ქვეყანა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია ან რომელიმე პოლიტიკური პერსონი. და სწორედ აქ ხედავთ ყველაზე მეტად რისკებს. უწყება, რა თქმა უნდა, თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მუშაობს და აქვს ცდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. არ არის მიზანშეწონილი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდეს ცდომა და ხშირად ხდებოდეს ცვლილება იმ ხელმძღვანელი პირების, რომელსაც ასეთი ინფორმაცია გააჩნია, ასეთი ცდომა გააჩნია.